გამარჯობა, დღეს მინდა ვისაუბრო მეორე მსოფლიო ომის მეხსიერებაზე და თვითონ საქართველოს ადგილზე ამ მეორე მსოფლიო ომის მეხსიერებასა თვითონ ომის მსვლელობის დროსაც. ესეთი იმიჯია შექმნილი ან მეჩვენება, რომ აი ამ ომის მეხსიერებაში ადგილი, სადაც საომარი მოქმედებები ან საომარი თეატრი არ იყო გაშლილი, ეს ადგილი რაღაც მეორე ხარისხოვნად არის მიჩნეული ომის წარმოებაში. თუმცა თუ ნებისმიერი სამხედრო ექსპერტი თამამად იტყვის, რომ ეს ესე არ არის, იმიტომ რომ ომი არ არის მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების თეატრი, ომში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომარაგებას და იმას, რასაც ვეძახით ზოგადად ზურგს. საქართველო და სამხრეთ კავკასია მეორე მსოფლიო ომში ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა, იმიტომ რომ 1941 წელს, მას შემდეგ რაც ნაცისტური გერმანია დაესხა საბჭოთა კავშირს თავს და გადმოკვეთა მისი საზღვრები, ეს არა მხოლოდ ჯარის გადაადგილება იყო, არამედ ამას მოყვა დიდი რაოდენობით დევნილების გაჩენა. თუ გეოგრაფიულ რუკაზე შევხედავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ დროის განმავლობაში ეს საომარი მოქმედებები საქართველოსთან არც თუ ისე შორს იყო, იმიტომ რომ იქ დიდია საომარი მოქმედებების თეატრი, ამიტომ საქართველოში იმ გზას, რასაც დღეს ჩვენ ყაზბეგი ლარსის მონაკვეთს ვეძახით, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ერქვა სამხედრო გზა, ამ სამხედრო გზაზე წამოვიდა ძალიან დიდი დაწოლა დევნილების. ანუ ეს მონაკვეთი აივსო ფეხით, ეტლით, რა ვიცი რა, ყველანაირი სატრანსპორტო საშუალებით ადამიანების, რომლებიც ესე გზააბნეულები მოდიოდნენ იმისათვის, რომ გადარჩენილიყვნენ ომს და გადაერჩინათ მათი სიცოცხლე. თან მომსვლელი ადამიანები ხშირ შემთხვევაში არიან ძალიან მოწყვლადები, ესენი არიან ძირითადად ქალები, ბავშვები, მოხუცები, ისინი ვინც ფრონტზე არ არიან გაწეულები. ამან რა თქმა უნდა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ძალიან დიდი საკვების დეფიციტი შექმნა და საქართველოში პრაქტიკულად ამ დროს კვება ძალიან დიდი ფუფუნებაა. კვებაში გულისხმობ ნორმალურ კვებას, ხალხი რეალურად გადარჩენის პირას არის და გარდა ამისა ეს შემოსული ტოლვილები რასაკვირველია მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორისაც არის გარკვეული კონფლიქტი, იმიტომ რომ თავდაპირველად ეს ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება, სოლიდარულია, მაგრამ დროთა განმავლობაში მას უბრალოდ რესურსი აღარ ყოფნის სოლიდარულობისთვის, იმიტომ რომ მას უბრალოდ საჭმელი აღარ აქვს სახლში. ცნობილი ამბავია, რომ ხშირად ხდება სხვადასხვა მემუარებში, რომ ამ სამხედრო გზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ძალიან მძიმე დღეში იყო ჩავარდნილი, იმიტომ რომ ეს ადამიანები რომ მოდიოდნენ ყველაფერს, რასაც ეზოში ნახავდნენ, უჭამდნენ ამ ხალხს, ხო, იქ იყო შემთხვევები, როდესაც დათესილი კარტოფილი ამოყარეს ამ ტოლვილებმა და სადღაც მოხარშეს და ეს ხალხი დარჩა მთელი შემოსავლის გარეშე და საკვების გარეშე. ამიტომ ძალიან მძიმე დღეში არის განსაკუთრებით ამ მონაკვეთზე მცხოვრები ხალხი. ამას კიდევ ემატება საბჭოთა საქართველოს შემთხვევაში, რომ რადგან საბჭოთა კავშირი ემზადება ჯერ ირანთან არა ამთლად კარგად გარკვეული სიტუაცია და მე თურქეთთან, ამიტომ ამიერკავკასიაში არის რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი სამხედრო, რომელთა როტაცია მიმდინარეობს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ეს არეალი არის სრულიად გასამხედროებული. ეს სამხედროების კონტროლი ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად არის კონფლიქტი სამხედროებსა და მოსახლეობას შორის, ხშირად არის კონფლიქტი, რომ სამხედროები ერთმანეთში იჩხუბებენ, ხშირად არის სროლა, სიკვდილი ამ სამხედროებს შორის და ასე შემდეგ. ანუ რეალობა არის ძალიან მძიმე. და რასაკვირველია ამ მძიმე რეალობაში მეურნეობაში ჩართული ადამიანები ასევე ძალიან რთულ დღეში არიან, იმიტომ რომ გეგმები განსაკუთრებით საკვების იზრდება და იზრდება და შესაბამისად ეს მეურნეობები არის გადატვირთული, იმიტომ რომ ამ მეურნეობებში უკვე შრომითი რესურსი რო ამოიწურა ქალების, იმიტომ რომ კაცები გაწეულები არიან ჯარში, აი არასრულწლოვნების მობილიზება ხდება შრომით რესურსად, იმისათვის რომ აი კონსერვები დამზადდეს, ხორცი დამზადდეს და ასე შემდგომ. მაგალითად მიხეილ ჭაბაშვილი თავის მოგონებებში წერს, როდესაც ის ფრონტიდან მცირე ხნით დაბრუნდა
თბილისში, რომ ქართველები თბილისის მოსახლეობა გამხდარი იყო, ანუ შიმშილმა ეს ხალხი უბრალოდ ძალიან გამხდარი გახადა. გარდა ამისა, ამ პერიოდის ადრეც აუღნიშნე, რომ ამ პერიოდის ბავშვების მემუარებში ყველგან წერია, რომ შიმშილი არის გადამწყვეტი, ანუ ყველას შია ამ დროს ქალაქში და ამიტომ შესაბამისად ეს გასაყოფი ნივთებიც, გასაყოფი პროდუქტიც ძალიან ცოტა არის. გარდა ამისა, ერთი არის საკვები და მეორე არის ამ დევნილების, ლტოლვილების, როგორც გნებას ისე დავარქვათ, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ამ ხალხს ხო ვერანაირ საცხოვრებელს ვერ შეუქმნი, ვერ ააშენება ომია და სახელმწიფოს ამისთვის არ ცალია. ამიტომ დაიწყო ეგრეთ წოდებული შევიწროების უპლატნენი ეს პოლიტიკა, როდესაც მოსახლეობას ართმევდნენ მათ საცხოვრებელ სივრცეს და აქ დევნილებს ასახლებდნენ, რომლებიც უნდა ეცხოვრათ რაღაც პერიოდის განმავლობაში და თავი გაეტანათ. რასაკვირველია, ამ ჩასახლებულებს მე რაღაც სამსახურს უპოვიდეს, ვალდებული იყო საქართველოს ხელისუფლება, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება, რომ ეს უზრუნველყო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინ სტუმრად იყო ჩამოსული 90 წლის ქალი და მე გიდობას უწევდი თბილისში და მახსოვს ერთადერთი მიზანი ჰქონდა ეპოვა მისი სკოლა, რომელშიც ის სწავლობდა მეორე სმენაში თბილისში, იმიტომ რომ ის იყო ლტოლვილი, აი ამ ომის შემდგომ ჩრდილოეთიდან შემოვიდა ის დედამისი და მისი და ამ ქალმა, როდესაც პლეხანოვზე ვიპოვეთ მისი სკოლა, ძალიან გაუხარდა ემოციურად, ძალიან რთული იყო მისთვის ეს ყველაფერი, მაგრამ მე მთხოვა, რომ წამომეყვანა იქ, სადაც ჩვენ კოლმეურნეობის ბაზარს ვეძახი და ამ ბაზარზე თქვა, რომ მე მახსოვს, რომ აქ იყო ბაზარი და ყველას გვინდოდა აქ მოვსულიყავით, იმიტომ რომ აქ იყიდებოდა ეს გემრიელობები, რომლის ყიდვის საშუალებაც მას არ ჰქონდა და რო ჩამოთვალა ეს გემრიელობა, რა თქმა უნდა, დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ ძალიან პრიმიტიული იყო, ანუ ხილი უნდოდა, ცოტა მეტი ხორცი უნდოდათ, რძის პროდუქტები უნდოდათ და ასე შემდეგ. და მან თქვა, რომ ეს ბაზარი ისე იყო. ანუ ყველას უნდოდა ყიდვა, მაგრამ დახლებიც არ იყო სავსე, იმიტომ ძალიან ლიმიტირებული იყო ეს ყველაფერი. და ეს მიანიშნებს, რომ ეს ომში ზურგის ფუნქცია არ არის ესეთი მარტივი. ეს ზურგი ძალიან იტანჯება ამ ყველაფერთან ერთად. გარდა ამისა, როდესაც საუბრობ მეურნეობაზე და ინდუსტრიაზე, მეურნეობა ახლა სოფლის მეურნეობაში გასაგებია 24 საათი ვერ იმუშავებს ადამიანი, მაგრამ ინდუსტრია ძალიან გადატვირთული იყო, ინდუსტრია სამსმენაში მუშაობდა, ეს ნიშნავს, რომ 24 საათი ინდუსტრია არ ჩერდებოდა და მუდმივად შედიოდნენ და გამოდიოდნენ ეს მუშები. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 31 ქარხანა და ეს მიმდებარე ინდუსტრიული ზონა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. თუმცა სხვა ქალაქებშიც არ იყო მარტივი მდგომარეობა, მაგალითად გორის საკონსერვო ქარხანა ძალიან ბევრს მუშაობდა, იმიტომ რომ იქ ხდებოდა ხილის და სხვადასხვა პროდუქტების დამზადება და გაგზავნა შემდგომში ფრონტთან. 1985 წელს ივანე შაიშმელაშვილმა ძეგლის მეგობარში გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატისტიკა, როგორი არის მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მეურნეობის წილი და ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი უბრალოდ წავიკითხოთ და მივხვდეთ რა რაოდენობა სამწუხაროდ ამის მე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია კვლევა, რომელიც ამას ან რევიზიას გააკეთებს ამ მონაცემების, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს მონაცემები, ძალიან შთამბეჭდავია. ესე იგი, ციტატა რო დავიწყო, საქართველოს სახალხო მეურნეობამ ფრონტს მიაწოდა 3000-ზე მეტი ავტომატი ნაღმტყორცნი, ასეულობით 1000 ჭურვი, ნაღმი, ბომბი, ყუმბარა, რამდენიმე 1000 თვითმფრინავი. რესპუბლიკის ბაზებზე გარემონტდა 1057 ავტომობილი, 2562 ძრავა. მოქმედ არმიას მიეცა 20000 ტონა ხორცი, 1700 ტონა ძეხვი, 2.6 მილიონი მანეთი, სხვადასხვა პროდუქტი. გარდა ამისა, ჩვენმა მშრომელებმა დაამზადეს 1.153.000-ზე მეტი შინელი, თითქმის 1.5 ხალათი და შარვალი. 5.5 მილიონი წყვილი ფეხსაცმელი,
თავდაცვის ფონდში ჩვენმა მოსახლეობამ შეიტანა 3 მილიარდ 340 მილიონი მანეთი ფული ობლიგაციის ჩათვლით. ეს მონაცემები რო შევადაროთ, ეს არის რაღაც არნახული წარმოება, მაგრამ რასაკვირველია, ეს არ არის ბიზნესი, არ არის ის, რასაც დღეს ჩვენ ქარხანას ვეძახით, ეს არის საომარი წარმოება, მაგრამ ეს კარგად მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა არის სრულად ამ საომარ რელსებზე გადასული და შესაბამისად აი ეს ყველაფერი ხდება ზურგში. აქ აღარ ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მსხვერპლზე, იმიტომ რომ მსხვერპლი რამდენიმე 1000-ზე, აქ 1000-ებზეა საუბარი და ეს ერთ-ერთი ის ომია, სადაც ეს ტერმინი ქუდზე კაცი ნამდვილად შეესაბამება, იმიტომ რომ არც ერთ სხვა ომში საქართველოს მხრიდან ამდენ ადამიანს მონაწილეობა არასდროს ისტორიის განმავლობაში არც მანამდე და არც ომის შემდგომ არ მიუღია. ეს შეიძლება ვინმეს ეწყინოს ან გაბრაზდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ოფიციალური მონაცემები მეტყველებს ამაზე და არა ჩემი კეთილი სურვილები ან მე რა მინდა რომ იყოს. ამის გარდა, რა თქმა უნდა, როდესაც ამხელა ამბავი ხდება ომის სახით და საბჭოთა კავშირმა ომის დასრულების მერე მცირე ხნით შეწყვიტა საომარი ანუ ომის კომემორაცია და ომის აღნიშვნა სტალინის გადაწყვეტილებით ეს აღნიშვნები აღარ ხდებოდა, მაგრამ უკვე 60-იანი წლებიდან იწყება ამ ომის ხელახლალი მემორიალიზაცია, იმიტომ რომ რეალურად ბევრ ადგილას როგორც კი ფრონტი წინ მიიწევდა, უკან მიყვებოდა მუზეუმების გახსნა, მაგალითად ბელორუსში ფრონტის გადასვლასთან ერთად სოფლებში პატარ-პატარა მუზეუმები იხსნებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში მემორიალიზაციაზე საუბრისას მაინც უნდა მინდა რომ ვისაუბრო აი ეგრეთ წოდებულ ობელისკებზე და მეხსიერების ადგილზე, სადაც ალბათ ყველას გვაქვს ნანახი, პატარ-პატარა სურათები არის ჩასმული, ან სახელი და გვარებია მოცემული. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ვეძებე და ვერ ვნახე ზუსტი მონაცემი, რამდენი მსგავსი მემორიალია საქართველოში. მე პირადად ბევრიზე მაქვს სურათი გადაღებული და ვცდილობ რომ ეს შევინარჩუნო ეს მეხსიერება, რომელიც ძალიან საინტერესოა, მაგრამ აქ აღსანიშნავია აგრეთვე რომ ეს მემორიალები ხშირად არის დამოკიდებული იმ რეგიონის ფინანსურ ან რაიონის ფინანსურ შესაძლებლობებზე, სადაც იხსნებოდა, იმიტომ რაც უფრო მდიდარია რაიონი, მით უფრო მეტად არის ეს მემორიალი წარმოდგენილი და უკეთესი ხარისხისაა, უფრო ძვირფასი ქვა და ასე შემდეგ, მთელი ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით ძალიან ესეთია შეიძლება იმიტომ რომ უბრალოდ ბევრი მაქვს აქ ნასიარულები, ეს არის აი გურიაშია ძალიან საინტერესო ამ კუთხით მემორიალები. ძალიან საინტერესოა სამეგრელოში ეს მემორიალები და თუ დავაკვირდებით სამეგრელოს და გურიის მემორიალებს, იქ სადაც ძლიერი ჩაის ქარხანა იყო ან ძლიერი კოლმეურნეობა იყო, იქ უფრო წარმოსადეგია ეს მემორიალები. მაგრამ ეს საბჭოთა მემორიალები განსაკუთრებით ესე იგი მოცემული არის რისთვის, რომ ეს მეხსიერება მოხდეს ამ ადამიანების, რომ ეს ადამიანები ახსოვდეთ, მაგრამ რისთვის უნდა ახსოვდეთ? იგივე ამ ნომერში, მაგალითად ირაკლი ციციშვილი, ძეგლის მეგობრის ამ ნომერში 85 წელს გამოცემულში ამბობს პირდაპირ, რომ ეს მემორიალები იმისთვის გვჭირდება, რომ ადამიანებს ახსოვდეთ გმირული წარსული. ეს არის მაშინდელი ოფიციალური ნაწილი, თუ რატო უნდა ახსოვდეთ მეორე მსოფლიო ომი. თუმცა რასაკვირველია, ეხლა ჩვენ სულ ეხლახანს გვქონდა 9 მაის გრანდიოზული მიტინგი მოსკოვში და ვინც ადევნა თვალი ამ ირაკლი ციციშვილისგან განსხვავებით ამ იდეამ ბევრი გადამუშავება თუ რეინტერპრეტაცია განიცადა და დღეს პუტინი სრულიად სხვა მიზნით იყენებს ამას. თუმცა 85 წელს აი ირაკლი ციციშვილი რას წერდა? ყოველი ძეგლი ძველი თუ თანამედროვე აღნიშნავს რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგრამ მათი მიზანი როდია მხოლოდ თვით ისტორიული ფაქტის ფიქსაცია. იგი მუდამ გვინერგავს სამოძღვრო აზრებს. გვახსოვდეს დაემსგავსეთ თქვენს სახელოვან წინაპართ. იყავით მათი ღირსეული მემკვიდრენი და თვით განავრცეთ კეთილშობილი საქმენი. ყველა ძეგლში ჩაქსოვილია მისი შემქმნელის სათანადო ემოციები, რათა გამოიწვიოს მომავალ თაობაში კეთილი გრძნობები.
რასაკვირველია ეს ნათქვამი მართალია ირაკლი ციციშვილი იმ თვალსაზრისით, რომ ძეგლების შექმნის დროს ძეგლებს უნდა ჰქონდეს აგრეთვე ეს ემოციური განზომილება. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ამ ფოტოებს აქვს ძეგლებს აქვს ფოტოები, იმიტომ რომ ეს ფოტოში შენ ხედავ ახალგაზრდა ძირითადად ბიჭებს, მამაკაცებს, რომლებიც ესე წავიდნენ და მერე აღარ მოbrunდნენ საკუთარ სახლებში. მაგრამ ამ ძეგლებს შორის მე პირადად რამდენიმეს გამოვყოფდი, რომელმაც შეიძლება ჩემზე მოახდინა შთაბეჭდილება და მოდით იყოს ეს პერსონალური მაშინ. ანუ აქ ერთია ყველაზე მნიშვნელოვანი და ცენტრალური ალბათ დღევანდელ ვაკის პარკში არსებულ მემორიალურ კულტურას უკავშირდება, იმიტომ რომ ვაკის პარკი თავიდან რო შენდებოდა კანდიდ ჩარკვიანის ინიციატივით ამ პარკს არა ვაკის პარკი, არამედ გამარჯვების პარკი ერქვა. ამიტომ ის აპრიორულად შეიქმნა იმისათვის, რომ ეს პარკი უნდა მიძღვნოდა აი ამ 1941-45 წლების, არა მეორე მსოფლიო ომის, არა კონკრეტულად აი ამ პერიოდში საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა ხალხის გამარჯვებას. ამიტომაც ეს უპირველესი კომპლექსია და მეორე კომპლექსი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია, ეს არის რასაკვირველია გურჯაანში არსებული დიდი მემორიალური კომპლექსი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს რეზო ჩხეიძის ძალიან საინტერესო ფილმს ჯარისკაცის მამას და საერთოდ ეს მემორიალური კომპლექსი, რომელიც აგრეთვე მოიცავს მუზეუმსაც შიგნით და დღემდე ფუნქციონირებს ეს მუზეუმი, ეს ასე მგონია, რომ უფრო ფილმისადმი მიძღვნილი მონუმენტია, იმიტომ რომ ეს ძეგლის მთავარი პროტოტიპი ძალიან გავს სერგო ზაქარიაძეს და ეს ფილმის სიუჟეტები იქ ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ ეს გრანდიოზულია ეს მონუმენტი, ისეთი შთამბეჭდავია და არის კიდევ სხვადასხვა მონუმენტები, რომლებიც შემოხვედრენ დმანისშია ძალიან საინტერესო მონუმენტი და კიდევ ერთი დეტალი, რაც დაკვირვებით რო გაგიზიაროთ, აქ უბრალოდ შეიძლება რაღაც შეიძლება ბოლომდე მართალი არ ვიყო, ამიტომ ნუ მიიღებთ ამ ნათქვამს ჭეშმარიტებად. იქ სადაც ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ, მონუმენტის წარწერები ხშირად ექსკლუზიურად ქართულია, მაგრამ იქ სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ხშირად წარწერები არის რუსულ ენაზე. მე რაც დავაკვირდი ყოველ შემთხვევაში ქვემო ქართლში დაკვირვებით და ჯავახეთში რამდენიმე ადგილას დაკვირვებით ესეა. თუმცა შეიძლება უცდებოდე და სხვაგან იყოს სომხურად წარწერები ან აზერბაიჯანულად წარწერები ან ბერძნულად ან სხვა რომელიმე ენაზე თუ მაყურებელი გაგვისწორებს და მიგვითითებს გავს მონუმენტებს ძალიან წამადგება მომავალ კვლევებში. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად რაც ჩამოვთვალეთ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლო 3 გადაცემა ვსაუბრობთ მეორე მსოფლიო ომზე, ის არის ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომ საქართველოს ისტორიაში, რომელსაც სკოლაშიც ვსწავლობთ, უნივერსიტეტშიც ვსწავლობთ და ასე შემდეგ, ბევრს ვლაპარაკობთ, მეორე მსოფლიო ომს მისი ადგილი არ აქვს მინიჭებული. მეორე მსოფლიო ომში მინიჭებაში არ გულისხმობ იმ პრიმიტიულ მსჯელობას, რომელიც ამ ომის შესახებ იმართება, არამედ როდესაც ამხელა მოვლენას, რასაც ქვია მეორე მსოფლიო ომი, თავისი მრავალი განზომილებით ისტორიაში ექნება საკუთარი ადგილი და ეს გახდება ისტორიის ნაწილი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეორე მსოფლიო ომზე, მის ყოველდღიურობაზე, ამ ადამიანურ ტრაგედიებზე, პოლიტიკური ელიტის ცხოვრებაზე, მათ გადასხვაფერებაზე, აგრეთვე ესეთი ფუნდამენტური დისკუსიების დაიწყოს და კვლევებიც შეიქმნას.